გამარჯობა მეგობრებო, Ground and Pound Georgia დაბრუნდა. ძალიან გრძელი სახელი გვაქვს, მაგრამ GP Georgia-ს ვიტყვი. GP Georgia დაბრუნდა, პოდკასტი დაბრუნდა, მოკლედ 22 ეპიზოდი არის, როგორც 22 გადაცემით დაუბრუნდით. მოკლედ შვებულებები მორჩა, სექტემბერი დაიწყო, ბავშვები სკოლაში მიდიან, ჩვენც ორივე აქვს ხედავთ, მოკლედ. ჩვენ სკოლაში აღარ დავდივართ. ჩვენ სკოლაში აღარ დავდივართ უბრალოდ. მე ნატრება. ხო, რა შვიდით, მაგრამ როგორ ნელ-ნელ. ცოტა რაღაც მხრივ შოკირებული ვარ რა პარიზის ქარდის მერე, მაგრამ ბოლომდე შოკირებული. შოკირებული, ანუ იმ მხრივ იძახი რომ კარგი ქარდი იყო, თუ უბრალოდ შედეგები. არა, ძალიან მაგარი ქარდი იყო. შედეგებზეც ვისაუბროთ ნელ-ნელა, თუ უკვე დავიწყოთ საუბარი. მოდი დავიწყოთ ნელ-ნელა. რეალურად თავი აფსეთი რაც იყო, მაგ ქარდზე იყო ბენუა სენდენის გამარჯვება მაურისიო. მე აფსეთს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ველოდებოდი. არა, მაინც აფსეთი იყო, იმიტომ რომ სადაც კომუნის 95% მეტი თუ არა ფიქრობდა იმას, რომ შანსი არ ქონდა ბენუა სენდენის. მაგრამ რა ვიცი, სხვანაირი ძალა ეძლევა მაგას თავის კედლებში როცა თავის კედლებში რო წააგო მოიკანოსთან რა ზუსტად პარიზში. მაგიტო ვიყავ დარწმუნებული რომ რუფისთან აღარ წააგებდა რა, მეორეჯერ წაგებას თან ომგამოვლილი კაცი. ყველაზე გადაობა იცი რა იყო, რუფი ისე მშვიდად იყო დაბლა, რომ ეგონა რომ მეთქი რა ვერაფერს ვერ ადგება კი. ანუ ვიცი რა არის ზოგადად ყველას ეგონა, პრატესის მერე ვიძახი რა, რომ ბევრს ეგონა, რომ იანგარი მე რადგანაც ვერ წააქცია პრატესი, ანუ ყველას ფაითინგ ნერჩი ქონდა ეგეთი ტეიქდაუნის დაცვა რა და რეალურად ეგრე არ არის რა. თან ბენუას რო დაუბრუნდეთ, ბენუასგან კიდე ყველა მიჩვეული იყო იმას, რომ პირველ რაუნდში გავარდებოდა ტიპი და ან მოკლავდნენ რა. მაგ მენტალიტეტით იყო იმასთან ბრძოლამდე რა ქვია პორიესთან ბრძოლა პორიეს მერეც დაჟე მოიკანოსთანაც ეგრე იყო და მერე უკვე პრეპოლექს რო შეხვდა მაგ ბრძოლაზე ჩვენ ვისაუბრეთ მაშინ პოდკასტში პრეპოლექს როგორც მოუგო ანალოგიურად მოუგო იმასაც რა ქვია მაურისიო რუფის ზუსტად და ერთს ვიტყვი რომ ბენუას ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და მაგიტო ვიყავი ფაითინგ ნერსი ძალიან მომწონს უბრალოდ ბენუასკენ რადგანაც ვიყავ სუბიექტურად მოველოდი მაინც რომ მოიგებდა რა ველოდებოდი მართლა. ანუ აშკარად გეიმპლენით გამოვიდა რა, აღარ გამოვიდა ესე იმაზე რომ მალე უნდა დავსრულო და სანახაობრივად და არ გამოვიდა და არც სვარკ არ ყოფილა რა სანახაობრივიც იყო. გადაუარა. ერთ-ერთი საშიშროება ჩემი აზრით, ფროჩექს ვერ დაუძახებ პირველ რიგში მაგას ვიტყვი რუფიზე, იმიტომ რომ რუფი დარწმუნებული ვარ, მე პირიქით ანუ მომწონს კიდევაც თითო წაგება რომ ყველამ ჩაიწეროს რა როგორ კაიოზეც ვისაუბრებთ და პრატესიც მაგრად დაბრუნდა რა და ეს თითო წაგება ჩემი აზრით ამათ უფრო გააძლიერებს რა რუფ მომეწონა მაინც საბოლოო ჯამში საშიშროება იყო იმის რომ იმ ფრინავი მუხლით რამოდენიმეჯერ გაეთიშა მაგრამ ვერქნა და მოკლედ რა ბენუას მომავალზეც რო ვთქვათ რას ფიქრობ რა იქნება შემდეგ ბენუა მე ხა ისეთი პროსპექტი გააჩერა რომ ალბათ ისე დაიწყებს რომ წინ წავიდეს აი როგორც პორიესთან ქონდა მაშინ შანსი ისე რას ფიქრობ მოიკანოს რო შეხვდეს კიდე მოუგებს მეც მგონია რომ მოუგებს ხო მოიკანო რადგან ახსენე როგორც იც მოიკანოს და გილბერტ ბანს აქვს გადაცემა თავიანთი ბრაზილიური და მან მოიკანო თქვა რომ 1000%-ით რუფი მოიგებსო რა მაგ ბრძოლასა და ეგრევე გახედა ბენსმა და დაწყეულაო რა იმიტომ რომ მარიო ბაუტის და ჟოზე ალდოს ბრძოლაზეც ჟოზე ალდოზე თქვა იგივე და კიდე თქვა ისე სეხუდო სონგია დონგზე თქვა იგივე რომ სეხუდო მოიგებსო ხო რა ქნას ეხა მაგანაც თვითონ ანუ მაურისიოს შეძლებლობებში იყო უფრო დარწმუნებული ვიდრე მაგაში ვერ გაამტყუნებს მართლა ხო რა რეალურად უყურებდა რა აი რა შეეხება იმამულ პორალიოს ბრძოლას მაგას მოველოდი მე და შენ მოველოდი მე ბევრგან თქვი და მე ერთ-ერთ ჯგუფში ისიც დავწერე რომ მეთქი იმამოვიც მოიგებს ვერც კი მახსოვს შილავსდე კლუბში ხო ორივეზე თქვი იმამოიგებს მე ნახოთ თეიქიო და ისე მახსოვს არა ერთი ახლა უნდა ჩატარდეს რა იმაზე იძახი პრატესი იმაზე ლედვარცე თუ რომელზე სილვა ლოპესზე სილვა ლოპეს ვერც შენ თქვი სილვაზე მოიგებსო ლოპესზე ვთქვი ლოპეს ხო იმამოვიდა ლოპესი მოიგებს ძალიან კარგი მეც ვფიქრობ და მაგით ხო ნელ-ნელა გადავიდეთ ახლა და ვერც ვიტყვი რა იმაოზე მართლა როგორ ვიყავ ვიცი ახლა აქ პოდკასტი რომ ჩავწერე წინაზე ის თემა მქონდა რომ ანუ სულ იმაოს ვფიქრობდი რაც ეგ ბრძოლა ჩაინიშნა მე რაღაც მომენტი კაიო ვიფიქრე რა და ბოლოს ბრძოლა რომ დაიწყო
მეთქი იმავე მოიგებს თქო, ანუ სანამ დაიწყებოდა აი გამოცხადების მომენტში მეთქი იმავე მოიგებს თქო რა. ხო, კაიოს რა შეეხე, კაიო გოხალიოს რა. არ მომეწონა სიმართლე გითხრა. კაიო იმიტომ არის გამორჩეული, რომ ანუ ძალიან ჭკვიანი მებრძოლია რა. სხვა რაღაც ვუდი საერთოდ, მაგრამ ან მე იმედგაცრუებული უფრო აი რუფისგან არ დაურჩი ეგეთი იმედგაცრუებული. აი მე რა მაინტერესებს, იცი ვინ დასჯის იმავს რა. ერთხელ და სამზადი. იმთი აი ხო, ეგ სიმართლე გითხრა, მე არ ვიცი საერთოდ ლოგიკასაც თქონდა გოდარდს, იმიტომ რომ მეხუთე რაუნდის 2 წუთი არის გასული, კიდე მესამედ გამოთხარა თვალი. იმას კაიოს და იქ ეუბნება ბოლო გაფრთხილებაო, ანუ სადღა უნდა გავაფრთხილო ეხლა, რავი, დააკელი რა, ანუ ერთხელ მარტო რომანს გაარტყა ერთხელ თვალში და ფეხი ამოვარტყა კიდე იქ ნოკდაუნში გაუშვა. საერთოდ კრის კურტისთან იყო კიდე მაგის გამო საერთოდ ბრძოლა გაჩერდა და რავი რა ძალიან ბრძოლაში კომენტატორებიც იძახდნენ რომ აი ჯერჯერობით სუფთად მიდისო, მაგრამ ყველა ბრძოლაში ერთი მომენტია. ეგ ანუ რეალობაა რა, რომ გადახედოთ იმამოვის ჭუბებს, სულ ეგრე არის და მე პირადად რომანთან ჭუბის დრო შევამჩნიე ეგ და რომანის მე რამდენჯერაც სულ ესე აქ გაშლილია ხელი სულ. და მე მინდიამ თქვა სხვადასხვა სტრატეგია აქვს რა. მინდიამ თქვა სხვადასხვა სეტანოს კომენტატორმა კაი რაღაც მე რომ როგორც კი პირველივე შემთხვევა ექნებაო ტიპს რომ ეგეთი წარსული აქვს რომ სულ იმაშვებაო რა ქვია აი აზიანებსო რა მებრძოლებსო რა მაგ თვალში თითითო პირდაპირ უნდა დააკლო პირველივეზე არანაირი გაფრთხილება და სწორიც არის რა. რა მოკლედ იმავე შემდეგი აქ ამისთვის ეგ დანამდვილებით ვიცით დროის ამბავი სამ ჩაინიშნება და რა მე მგონია რომ ერთ-ერთს ვიტყვი რა მე რო ჩაინიშნება მე ვილაპარაკოთ ბევრი მაგრამ მე ერთადერთი ის მგონია რომ დრიკუსზე კარგად მინიმუმ დაიცავს ტეიქდაუნს მაგარია. თან ანუ რაც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად მემეტეში ემზადებოდა, დიდი ხანი ემზადებოდა საქართველოში. ძალიან დიდხანს, ანუ კემპის დიდი ნაწილი აქ გაიარა რა. და ეგეც ბევრს ნიშნავს ახლა ჩვენთვის. და მაინც დაღესტნელია რა. რეალურად დაღესტნელია. რაც დაღესტანში კი არ წავიდა ჭიდაობაში. ხო, ჩამოვიდა საქართველოში. მერაბი უმარს უყურა და მომენტი საქართველოში წავალო ესე თქო. გადავიდეთ UFC ნოჩეზე. კი, UFC ნოჩე. გვადალახრაში უნდა ჩატარებული იყო. სან-ანტონიოში, ტექსასში ტარდება. ზოგადად მექსიკასთან დაკავშირებული fight night-ები და fight, ანუ pay-per-view-ები ჩვენთვის კარგ მოგონებებთან ასოცირდება. შრომალისთან მერაბმა ზუსტად UFC მექსიკაზე მოიგო. ძალიან კარგი იყო. კარგი, ეგ იყო 1 წლის წინ. ხატაო ბიჭო 1 წლის წინ იყო ძალიან ბევრი და მესამე ჯერ იცავს უკვე კამარს და მახაჩევს ერთი დაცვა და საკმაოდ კი მერაბის კამრის მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ესეც ხო ნოჩეა ისიც ნოჩე იყო აი ის კარდი საოცრება თვითონ კარდი ანუ კარდს ვიძახი მებრძოლებისგან რა matchmaking-ის კუთხით ის იყო ძალიან მაგარი აი მას რიბოვიჩის რო იყო რიბოვიქსი აღარ მახსოვს მეორეს რა ერქვა ზელიუბერი. აი ძალიან სისხლიანი ბრძოლა იყო Fight of the Night რო გახდა. აი ეგეთი ბრძოლა აქ არის კითხება ერთადერთი ვიტყვი რომ მოდი თუ ავარჩევ, აი ფინიში თუ მინდა რომ ავარჩევ, ალბათ დუსკო ტოდოროვიჩი მედინა. აი მოდი ზევიდან ჩამოვყვეთ თუ აქედან ავყვეთ როგორ ჩვენ გაგიხარდა. მაშინ მოდი რადგანაც თქვი. რადგან ახსენე მედინა და დუსკო ესეთ რაღაცას ვიტყვი რომ ანუ მედინას რო არ შეხვედრო და ატება გოტი გონია რომ კიდე დიდი ხანი ვერავინ ვერ გათიშავდა. მაგრად გაძლო. ხო, და აქეთ დუსკო ტოდოროვიჩი არის შუშის წყლით რა. და თან არის ძალიან დიდი ფავორიტი ამ შუშის წყლით. ხო და ანუ აქ მედინასაც ეს ნოკაუტის ზალა ძირითადად გადაწყვეტილებებით აგებდა დუსკო კიდე რა შედის და კაროჩე ანკლავი ბიჭო იცი რა არის ძირითადად თვითონ კლავი. და გამომდინარე იქიდან რომ არ აქვს ნიკაპი გამძლე ტოდოროვიჩს რა და მედინას პირიქით და რადგანაც ვფიქრობთ რომ მე პირველი რაუნდის ფინიშს ვფიქრობ რა და მაქედან გამომდინარე შეიძლება აქ ანდერდოგი წამოვიდეს რა. მეც ეგრე მე ხა მაგალითად დუსკო თუ მედინაო რო დავიდო მედინას ავირჩია იმიტომ რომ დუსკო ისეთ მდგომარეობებში მყავს. მდგომარეობაში კი არა იმდენჯერ მყავს ისეთ მდგომარეობაში ნანახი რომ და თან ნოჩეს ამბავში უფრო ასოცირდება ბოლივიელია მაინც მედინა. ხო ზაკრიზე ჩხუბობს ამ კარზე და მე მგონი ბოლოს გადაწყვეტილებით
აი ზუსტად რო ზაკრისთან დაამთავრა. სედრიკის დუმას ეჭუბება და სხვათა შორის აქაც დიდი შანსია რომ ანდერდოგმა წამოიყოს დუმა არ არის ცუდ მოწევ. დიდად. და სეივინგებზე იბრძვის, ფულზე იბრძვის პირდაპირ. ხო, $7 განგარიშწევთ რაღაცა. $14 სკრინი რო დადო. ცა მაგარი კაცია ბიჭო, კიდე კაი, აქ ჩაატარეს რა ქვია. TikTok live-ები უნდა დაიწყოს და პირადი დაწეროს და ეგეთი სხვა იყო. წეჩიე დრაკონი ჩაურიცხება. მაგარი კაცია ძალიან. სახეს ცეთყობა რომ უჭირს, აი ამოვანათებ აი ამ ფოტოს UFC-ზე რო არის. UFC-ს ფოტო რაც არის, მაგას ამოვანათებ, ხუციხეშია და უჭირს თან სულ რა იმენა. კიდე კაი აქ. მაგიტო კონტრაქტი არასდროს არ უნდა დავწერო. მაგარი კაცია ძალიან. ხო, ტატიანა სუარესზე რას ფიქრობ? ტატიანა სუარესი დამარცხებული მოდის და სუსტად ისეთი ოპონენტი მიცეს, რომ ეს დამარცხებული სტატუსი ჩამოიღეს. აი, კრივში რო იციან, რომ აი ეს ბიჭი მოვხოდოთო ცოტა რა ერთი წაგების მერე, ან რაღაც დიდი ხნის მერე რო ბრუნდება რა კრივში და აი ვიღაცას რო no names რო მიცემენ, no name არ არის მეოთხე ნომერი ამანდა ლემოსი, მაგრამ просто ვიძახი აი ისეც რომ იცემენ რომ იცი რომ მოუგებს რა რომ აი ხასიათი გამოიკეთოს რაღაც ეგეთი მგონია რომ ტატიანა სუარესი გადაუვლის რა ლემოს და აი ბენუას როგორც მიცეს წინა ჯგუფი და საინტერესო კიდე იცი რა არის ამ ბრძოლაში ტატიანასთვის რომ საკმაოდ გაიზარდა მისი ჩემპიონობის შანსი იმიტომ რომ ჟენგვეილი წავიდა ჟანდირობა ჩუბობს კამარზე მაკენზი დერნთან და მოკლედ იქით ცალკე შევჩენკოს უნდა დაეჯახოს რაღაცნაირად ხო ჩაეხსნა რა ის ოპონენტები ესეთ აი დაუმარცხებლები რო იყვნენ ტატიანასთვის ესეთი ოპონენტები ჩაიხსნენ რა და მაგიტო გაიწევს ეს ხო რა ეხა ჟანდირობასაც მოუგებს ჩემი აზრით და მაკენზდერსაც გადაუვლის რა ალბათ და მოდი ქალები ეხა დავტოვოთ პრელიმინარი კარტზე და წავიდეთ მეინ კარტზე მეინ კარტზე წავიდეთ დასტინ შტოლცფუს ვეძახი მოკლედ საინტერესო ბრძოლა არის სხვა და შორის კევინ გასტელუმი ბრუნდება თავის გამოცდილებას დაუპირისპირებს სტოლფუს მოკლედ საინტერესო ბრძოლა არის ესეც საკმაოდ ფავორიტი არის კევინ გასტელუმი მოიგებს ალბათ გამოცდილების ხარჯზე რა მაინც და საინტერესო არის გადაწყვეტილებით მოიგებს თუ ფინიშით ხო აი ეგ მგონია მეც რა იმიტომ რომ გათიშვა გამოჩნდა რომ აი პაიფერი ხა ისეთ თემა არის რომ მიდლუეჩი ასე თუ ისე რაღაც პროსპექტად არა მაგრამ ანუ ისეთ მებრძოლად ითვლება რომელიც ტოპში უნდა იყოს რა და პროსპექტად ითვლება ხო რა პროსპექტი იდეაში პროსპექტით დაუძახოთ კი ბატონო და გასტელუმს რო ეჩხუბა იქ პირველ რაუნდში ქონდა ნოკდაუნიდან დაბრუნდა რავი ამ გაცვეთილი მებრძოლი არა გასტელუმი ხარ რეალურად და მაინც ყბა აქვს საკაიფო და მაგიტო გათიშვა ალბათ არ წარმომიდგენია გასტელუმის იმიტომ რომ პაიფერმა ის რაც დაარტყა ის მე არ გაითიშა გამოცდილებით ხო რა გამარჯვება გამოცდილებით დიდი შანსია რომ აი ამასაკში დიდად ფინიში ვეღარა იყოს და წავიდეს გადაწყვეტილებით მოიგოს. ნუ რავი, რა ეხა სტოლცფულსაც ესე ვერ ჩამოუწერს, იმართლა გითხრა, მაგრამ მაინც უფრო გასტელუმისგან ვიხრები რა. ეხა ვისწავლეთ რომ ჩამოწერა არავის შეიძლება. მაგრამ მაინც უნდა თქვა ხო იცი. მაინც იმიტომ რომ მე ვინც წამოგაძახონს მაგრამ აი ფინიში მგონია რაფა გარსია ჯარდ გორდონის ბრძოლაში. მეც მგონია და რატომღაც მგონია რომ გორდონი დააფინიშებს მექსიკელ გარს. მეც გორდონს ვარ ნიჭება ამ შემთხვევაში უპირატესობას ძალიან ძიმე ხელები აქვს. აი იცი რა არის ბილეთს რო ვადგენდე ეხა აი რო ვწერდი რა ამ ჩხუბში უბრალოდ დავწერდი იმას რომ ფინიში იქნებოდა რა დანარჩენი არაფერს იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება გასიმოარტყოს გახსოვს ის რო იყო იმედის ფსონი რო იყო მე რო ეხა ბილეთს ვაკეთებდი ავიღებდი არა ძალიან საინტერესო ბრძოლა არის ესეც ხო გორდონია ფავორიტი რეალურად ხო ფავორიტი გორდონი არის, მაგრამ ხო დიდი ფავორიტია, ნორმალურად. კარგად არის. ეს დეტალური განხილვა ხა. ხო რა, ფინიში მგონია პირდაპირ. ფინიში რა. აი კომეინ ივენთი. ხო, თუ რამის თქმა გინდა? არა, კომეინზე უნდა მეცაუბრე. კომეინ ივენთი არის ძალიან საინტერესო. რო ფონტის დახვეწილი კრივი ეჯახება დავიდ მარტინეზის
სასწაულწალს ხდებოდა ვიღაცას და ჩაიხსნა. რუსას. აი ეგ იქნებოდა როგორი ფროჩეკი, იცი? ფროჩეკი. არა, ფროჩეკი არ იქნებოდა, ანუ ადრე იყო. კიდე კაი, რომ ჩაიხსნა. კიდე კაი მართ. ძალიან კარგი პროსპექტი არის. სიმართლე გითხრა მე მეწყინა რომ ჩაიხსნა, იმიტომ რომ როფონტი ანდერდოგი იყო მაგ ბრძოლაში. ხო, და მეწყინა ეგ ძალიან, მაგრამ იდეაში ხო და შორის როფონტისთვის არ არის ახლა ეს კარგი ვარიანტი დავით მარტინესი მოიგებს. რავი, რთული იქნება აი, როგორი როფონტი ჩემი აზრით დისტანციას. ჩემი აზრით როფონტი ახლა ამ წამს არის ერთ-ერთი საუკეთესო გეიტკიპერი UFC-შიც. მე მგონია რომ დავით მარტინესი მოიგებს. მართლა? კი. ნახოთ, არ ვიცი, მაგრამ დავით მარტინესი ერთ-ერთი ის პროსპექტი არის, თავიდან აი ასაიდან რო ჩნდებიან და ზუსტად პროსპექტი მახშავს. ეგეც შეიძლება, თავს ვერ დავდებ, მაგრამ აი რობ ფონტს ევასება ეგეთი პროსპექტების ჩაქრობა. ხო, მაგრამ ფაქტი ხო ერთია, რომ რობ ფონტისთვის როსასი უფრო კომფორტული იყო, ვიდრე დავით მარტინესი. ხლიანი კემპი გაიარა და შორტ-ნოტისზე დავით მარტინესი შემოხდა, რომელსაც არანაკლები სტრაიკინგი აქვს რობ მაგაში კეთახომ კი დავით მარტინესი. უბრალოდ ანუ მე ტრადიციულ თემას მივყვები, რომ ტრადიციულად ეგრე არის რა ხოლმე, რომ ძირითადად პროსპექტებს აჩერებს რა ფონტიდან მაგრად მომწონს რა ის კრივი სტილი რაც აქვს, როგორი ჩქარიც არის, ეს ასაკი აქვს ხარ რა ფონტს, მაგრამ ძალიან გიჟია. დავით მარტინესი მაინტერესებს ძალიან როგორ პერფორმანსს ატარებს ფონტი. ეს მე წარმოვიდგინე იქნება ჩვეულებრივ. ხო და აი პროსპექტების წაგება აღარ მიკვირს იმის მე რაც მაგალითად კავანამ წააგო. იქ რა აი ზუსტად მსგავსი იყო რა, ეჩხუბება ვეტერანს და აი მოადის და არა დაიგებდა. ხო, არა დაიგებდა. კავანა ძალიან მაგრად იჩხუბა. ეგ ბრძოლა კავანამ უბრალოდ ბოლოსკენ აი რო ვეღარ აი რაც თვითონ ვერ იქნა, აქეთ უქნეს. იცი რა არის, ერთ სვიტყვი რა, აი თუ ილია თოფურია, ხამზა ჩიმაევი და აი ეგეთი დამამარცხებელი მებრძოლი, არა ხა როგორებიც არიან ეს მებრძოლები, ხმე მიხვდები რა, საერთოდ ყველა მიხვდებით რა. დანარჩენ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ იმ ნულიანს ჯობია, რომ აი ერთიანი გეწეროს რა და წააგო და ისწავლო. კი. ეგეც არის, მაგაშიც გეთანხმები. გადავიდეთ ხო? დიეგო ლოპესი, ჟან სილვა, ჯინ სილვა, რავი, ამ ხალხის მე გვარი ვერ გავიგე, პრატესი, პრატეში. როგორ უნდა თქვა, არ ვიცი, მაგრამ როგორც გაგისწორდა. როგორი მუჩაჩო სილვაში თქვა. ხო, მაგარი კაცი. ხო და შევიც ახლა იყო. რესპექტი. ლაწონები ჩააბარეს, ჟან სილვა გამოვიდა რაღაც მასკით. ცოტა უბერავს და მე ერთს ვიტყვი რომ თვითონ არ ვიცი ეს ჩემთვის არის მართლა რა ეგრე რომ ტიპი აი ვიქრინჯები რო უყურებ აი რო უყურებ რა რო ყეებს ხოლმე რა ტიპი აი როგორ მინდა იცი მინდა რომ ეს ისა რა ქვია ჩხუბი აი იქ რო იყო ხო იცი პრაის მიჩნდეს იმაზე რო იყო და რო ყევთ მეთქი აი ეხა მინდა რომ გავთიშო და სხვა რამეს უყურო ცოტა ხანი და მე ჩხუბი რო დაიწყო მობრუნდეთ ხო რა აი რაღაც ეგეთი შეგრძნება მქონდა ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი არის UFC-ში პერსონაჟი გეთანხმები ყველაზე გესადინებათ უკვე ჟან სილვას ისტორია იმიტომ რომ ძალიან მოედო ეხა UFC სამყაროში კონკრეტულად ისტორია თან ისეთი არის ხო რა აი რომ მოგხვდება გულზე ანუ იცი რა არის ხო და აი მაგიტო მოვყვებოდი მაგრამ არ მინდა რომ მოვყვე რა არა ბევრმა მოყვა და ანუ ძალიან მარტივი მოსაზრებნი არის ეხა ეს ისტორია უბრალოდ თავისი ანუ როგორ თქვა ამ საქმემ გადაარჩინა და მაურისიო რუფიმ გადაარჩინა მოკლედ რო თქვა რა ამიტომ არის ესეთი ემოციური და თუნდაც ანუ ის რაღაც ის მომენტი არა აქვს რომ შეიძლება თამაშობდეს და რაღაც მე პირადად მგონია რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს და ძალიან მაგარი რა მეტყობა კიდევაც აბა რომელიც შენ გონია ბრაის მიჩელზე ბევრად დალაგებულია უბრალოდ მე ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან რო ჩხუბობდა დიეგო ლოპესი მაშინაც ვიძახდი და ეხლას ვიძახი რომ დიეგო ლოპესი ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო საყურებელი რა ძალიან მომწონს ამ ადამიანის ჩხუბის სტილი და ის სკილები რაც გააჩნია მეორე მხრივ რო ავიღოთ უშუალოდ სტილების დაპირისპირება ყველა ვისაც დიეგო ლოპესის ჩხუბი აქვს ნანახი იცის რომ რჩება ხოლმე კი ყველგან მაგარია მაგრამ დაუსველი რჩება ხოლმე რა და იქნებ ჟინ სილვას ძალიან მაგარი ტვინი აქ ასე ეგ არის ნიჭი რა ბიჭო ანუ რჩებას აიძახ დარტყმას ატარებს ხო იცი რა არის ალექსანდრ ვოლკანოვსკი არის ერთადერთი ადამიანი ვინც დარტყმა გაუტარა დანარჩენი არავის არ გაუტარებია არა ისეს ანუ რაღაცნაირად დაცვას იმდენ ანუ სისუსტე დაცვა არის როგორ დგას იცი არა ტრადიციული დაცვის სტილი აქ ანუ ხელების სტილს ვიძახი და რაღაც და დარტყმის სტილიც ანუ მე იქ TikTok-ზე ვინც ნახულობთ ვიდეოებს რაღაც ჩვენს გვერდზე იქაც ვისაუბრე რა ლოპესის თემაზე რომ
აი ვოლკანოვსკის მომოვარტყა დარტყმა რა ნოქტაუნის შოკში იქ ანუ არც პირდაპირ არ გაუშვი არც ოვერჰენდი მაგას ქვია ჩაქუჩი ესე აგიხო და გადაარტყა თავზე პროსტა რა და ძალიან ისეთი მებრძოლი არის რა ძალა აქ ნოკაუტის ეგ არის მთავარი აი ეგ არის ჭიდაობაც აქ გრიპლინგიც აქ საბმიშენ სამჯერ დაიჭირა მოუსარეულოები საბმიშენზე ანუ საბმიშენის შეტევაზე და ბოლოს საერთოდ გადარჩა 10 აი 20 წამი რო დაუმატებულოების ჩხუბს დათაფავდა იმიტომ გაყვითლებული იყო ტიპი იმ ფეხი რო გაუჭიმა ლეგლოქი რო გაუჭიმა ძალიან მაგარი ბრძოლა არის და მე არ ველოდი ჯერ ეს ბრძოლა რო იქნებოდა რა რეალურად ყველა ფიქრობდი რომ ლოპესი აიხანა ჩხუბებდნენ მაგრამ აი ეს არის ფანებისთვის გაკეთებული რა. მე მგონია რომ ჯინ სილვამ თუ მოიგო, სილვა აქ რა ხდება? ფავორიტობაზე? ხო. ძალიან დიდი ანდერდოგია ლოპესი. 3 კოეფიციენტი აქვს. ჩვენ არა, ვა, რა სიძახი, ხო. არა, რეალურად ეგრეა რომ ლოპესი ანდერდოგი აქ იქნება შეცდომით ყველა ვარიანტში. დარწმუნებული ვარ. შანსი არ არის რომ არა ლოგიკურად რომ ავიღოთ ხო ლოპესი უნდა იყოს ფავორიტი აუცილებლად. გადავამოწმებ მიდი შენ არა მე ვიცი რასაც ამოწმებ და კი გეთანხმები არა მაინტერესებს მართლა აქ არის შეცდომა აქ რა შევხედე გამიკვირდა იცი რა არის შეიძლება სხვანაირად აღიქვამენ არ ვიცი ვნახავ ახლა იმიტომ რომ UFC საიტზე დარწმუნებული ვარ რომ შენ რასაც იძახი ხა ეგ ეგრეა რა კი ბატონო ლოპესი არის დიდი ანდერდოგი ძალიან დიდი საინტერესოა ეს ძალიან და UFC საიტზე არის ფავორიტი მაგრამ უცნაურია ესეთი რაღაცა ესეთი აცდენა არ მინახავს შეიძლება პირიქით უნდა იყოს რავი და ძალიან მინდა რომ რაღაცნაირად ეს არ გამოჩნდეს რომ აი რადგან ანდერდოგია მაგიტო მე გულშემატკივრობენ არ ვისაც დაგაინტერესებთ დაწერეთ მე სკრინს ჩავაგდებ რამენაირად სკრინს მოგაწვით როდის დავწერე UFC პარიზის კარდამდე დავწერე რომ იმა მოვიდა დიეგო ლოპესი ფაითინგ ნერდებს მოუგებენ თქო და ძალიან დიდი ნაწილი არ დამეთანხმა, როგორ არ დამეთანხმა თან იცი? მაგიტო ხოთ რევს იძახიო, კი ბატონო. ხო და რავი, დიეგო ლოპესი ფიზიკურად ჯერ გაბარიტებში რამხელა უპირატესობა აქვს, დომში რამხელა უპირატესობა აქვს და გამოცდილების მხრივ რამხელა უპირატესობა აქვს რა. ეხლა მე ისიც მგონია რომ ამათ შორის გამარჯვებული ხო ისე ვოლკანოვსკი შეხვდება. აი მაგაზე უნდა მესაუბრა ეხლა რა, ჟან სილვა თუ ჯინ სილვა თუ გაიმარჯვებს ჩემი აზრით კამარზე გავა ეგრევე არ ვიცი შერელ მერფიზე წინაც დააყენონ არ ვიცი მაგრამ მე ვფიქრობ რომ უფრო ჯინსულა ეგრევე შემდეგი ბრძოლა ვოლკი ექნება და ლოპეს თუ მოიგებს შეიძლება იაირთან აჩხუბონ და მერე გაუშვან კამარს აღარა წვალებენ ვითომ აღარა ვიცი ხო შეიძლება ერთადერთი ხა თუ ლოპესმა მოიგო ვინ შეიძლება კამარზე აჩხუბონ ვოლკანოვსკისთან არის ლერონ მერფი და ჩემი აზრით ლერონ მერფი იმიტომ არის თავარი კანდიდატი რომ ვოლკანოვსკის უნდა ეგრე იმიტომ რომ მარტივ ძალიან მარტივ გამარჯვებას ჩაიწერს რა აი გამიც არა ვოლკს რო ეგრე უნდა დაწუნებული მე ხა ეგრე ვფიქრობ რა ჩემი პირადი აზრია და იცი რომ ლერონ მერფი მარტო არონ პიკოსთან მივიჩნია ფავორიტად ხოლმე არსად იმიტომ რომ ხო ვოლკთან თულია ვინმე საერთოდ ფავორიტად ხო ვოლკთან კი მივიჩნია და კი მანახა მე მასელას მაგაზეც ილაპარაკა ლოპესმა რომ არ არისო ჩვენ ორდინალური მებრძოლი არ არის ალექს ვოლკანოვსკიო საერთოდ ანუ გეგმა ამირიაო სულ მოძრაობდა სულ სადღაც იდგაო და სულ მიცული და ბიჭო თან სადმე დაინახე რომ დაღლილი იყო არა დაღლილი ანუ ეხა ვნახე 2 დღის წინ უყურე მაგ ბრძოლას რა თავიდან და მეხუთე რაუნდში ბიჭო ლოპესიც არ იყო დაღლილი არა ლოპესი ბოლოს უბრალოდ იცოდა რომ სხვა გზა აღარ ქონდა ფინიში იცოდა რომ უბრალოდ დაეჭირა რაღაც და და ბოლოს ვოლკანოვსკი რო არ უტყამდა თვითონ უტყამდა თავის თავს რომ მოდი ხო გაგიჟებული იყო რომ დამიდექე მაგრამ ვოლკანოვსკი არის აი the great ტყუილად არ არის რა აი ეგ არის რაც უნდა იყოს და სილვაზე მოდი რადგანაც სამხრივად ლაპარაკი რო არ გამოგვივიდეს ლოპესი კი ბატონო მაგარი გრეპლინგი ის რაღაცა მაგრამ მოდი ჯინ სილვაზეც ვილაპარაკოთ ცოტა ერთს ჩემი აზრით სილვასაც იქნება შანსი არის რა თქმა უნდა შეიძლება აი ძალიან ისეთი მომენტი დადგეს რომ შეიძლება ნოკდაუნშიც გავუშვას არ ვიცი ზუსტად ვერ ვიტყვი მაგრამ რა აქამდე რაც ვნახეთ სილვა რა ყველა ფინიშით აქ რა მოგებული საერთოდ ყველა ბრძოლა და ძალიან ისა ძალიან სანახაობრივი ტიპია ბრძოლის დროს ლაპარაკი უყვარს ფსიქოლოგიურად მოქმედებს აი ხა ბრაის მიჩელი შეაშინა რა მაგარი შეშინებული იყო მიჩელი აი სახეზე ეთყობოდა რომ რა ხდებაო ანუ სადუარო და ერთი სული ქონდა დაფინიშებული იყო და ყველაზე ისე მაგრად დაფინიშდა არც ცემა დიდა ნუ ცემა ნოკდაუნიც ქონდა მაგრამ ნინჯათი დააფინიშა და კი ბატონო აი
კარგი არის, გავიგეთ რომ სამიშენ შეუძლია, მაგრამ მე ეხლაც მაგაზრზე ვარ, ყველგან მაგას ვიტყვი რომ ბრაის მიჩელი featherweight-ში არ წარმოადგენს არაფერს იმის მე, რაც ილიამ და ემეტმა გავაკეთეს. მან ყველა საინტერესო იცი რა იყო, რამდენიმეჯერ ცადა ნინჯა ჩოუქი რა, ანუ იმიტომ გავიდა რომ ბრაისის მიჩელი ტკივნეულით, ხო, ტკივნეულით უნდა მოგება და ბევრჯერ ცადა რა. ხო, და სილვას დანარჩენი მეტოქეები რო ავიღოთ, ეხლა დრუდობერი იყო, დრუდობერს რავია, ვისაც არ ეზარება დედა უტირა ყველა, ბაღდასარიანი იყო, მელსიქო თუ რაღაც ბაღდასარიანი მოკლედ შეხვდა და იმას რავი გადაობით მოუგო. რეალურად ესაა ტესტი რა. და ლოპეს გავლილია იგე ძმა. ისა რა ქვია დამავიწყდა კი. ბოლო მაგარი მებრძოლები ბრაიან ორტეგას რაც უკრა ორტეგა. ბრაიან ორტეგამ ალჯო სტელინგთან დაგვანახა ისიც რომ ბოლომდე ჩამოსაწერი ჯერ არ არის. ტიპი ნახევარი კაცი გამოვიდა და 5 რაუნდი იჩხუბა მაინც და ბოლო რაუნდებში კი ნაღამის ქნა რა და ხამბე. კი ბატონო. ხო და რავი რა მე ზოგადად ეგრე უყურებ სანამ MMA სპორტს ესე უყურებ რა სანამ არ დავინახავ სანამ არ დამანახებ არ მჯერა რა ხო მეორე მხრივ სტატისტიკურად რო შევხედოთ ყველა მებრძოლი რომელიც ესე ვთქვათ ანუ ის იყო რა სხვაობა იყო წინა ოპონენტს და ახალ ოპონენტს შორის კლასებს შორის ფაითინგ ნერცისთვის ყველა წაგებით დასრულდა რუფი პრატესი ნუ კაიოზე ვერ ვიტყვი იმიტომ რომ კაიო არ გადის მაგაში რა არ გადის კაიო მაგაში აი კარგი მებრძოლი გამოიარა უკვე უბრალოდ ეხლა ზოგადად აი ნებისმიერი სცენარი შეიძლება და განვითარებულიყო ეგ რა უბრალოდ იმამოვი ვიცოდი რომ არ წააგებდა იცი რა არის ანუ ფაითინგ ნერციდან ერთ-ერთი ბოჰალიოზე ნუ პრატესი ცოტა სხვა თემა არის მაგრამ ბოჰალიოზე ვიტყვი ერთ იმას რომ აი მარტო მაგ 4-დან ვიცი რომ აი ეს არის ლეგიტიმური ტიპი რომ აი შეუძლია რომ კამარზე კიდე გავიდეს ხო ხვდები აი შეიძლება ვერ გავიდეს მაგრამ ვიცი რომ მაგარი არის რა ჩემი აზრით კარლოს პრატესიც მაგარი არის მეც გეთახმები მე დამარცხდა ნუ რეალურად ყველა ანუ არც ერთი არ არის ეს ფეიქ ანუ არავის არ აგებენ უსაფუძვლოდ რა იმედს უბრალოდ დამტკიცებული არ აქვს რა ხო ხვდები აი რუფიმს მიეცა შანსი ვერ დაამტკიცა ეხა პრატეს ცოტა ისეთი მეტოქე შეხვდა რა გარი არის რავი მე მგონია საერთოდ რომ გარი მალე ჩემპიონი გახდება მართლა გეუბნები თან ვფიქრობ მაგას რომ თან ვფიქრობ რა ქართულია ვფიქრობ რომ გარი მართლა ჩემპიონი გახდება და ეგეთ მებრძოლს რო შეხვდება ეგრე როგორც ეჩხუბა აი ძლივს რო გადარჩა გარი ბოლოს ეგ უკვე თემაა პრატეს დაუნდა ხო თქვა კამარე მინდაო და გარისთან რემატჩია წავალო მე ხო და ეგ ხა როგორც პრატეს უნდა ეგრე არ ხდება მაგრამ მოკლედ ისეთი თემა არის რა ფაითინგ ნერცი მაგარი გუნდი არის და მე ჩემ აზრზე ვრჩები იმ აზრზე რომ ერთი წაგება ყოველს უნდა კონდეს მართლა გეუბნები ერთი წაგება ყოველს უნდა კონდეს და ჟანსი უასაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ეხლა თუ მე მგონია რომ წააგებს და ლოპესთან წაგებით იმდენს ისწავლის რომ რავი არ ვიცი რა იმიტომ რომ ყველა ასაკებთან მაგრად არის ყველა ისწავლის ანუ უეჭველი ყველა რუფი მაგარი და ყველა ისწავლის უბრალოდ რუფის შანსი არა მაგ ზონაში სანამ ილია არის და ალბათ ცარუკიანიც რა იმიტომ ცარუკიანიც მგონია რომ მოუგებს ამ ეტაპზე ვიცახი რომ მოუგებს დანარჩენი ხა ოლივეირას მოუგებს ჩემი აზრით რეალურად რუფი ცნობილი არის თავისი არაორდინალური სტრაიკინგ და ძალიან ლამაზი და ხო და იმაგას თუ არაც ყველა გაანეიტრალებს ხა რა ბენუა სენდენი თუ გაანეიტრალა ხა ილიაზე და ცარუკიანზე საუბარი ილია ალბათ არც მოუწევს განეიტრალება და სტრაიკინგში ვედასრულებს. კი, აი ილია არის ის მებრძოლი, რუფი, ნუ ყველა ვინც არიცით, მოკლედ რუფი ძალიან აქტიურად საუბრობდა, ილიას გავთიშაოდა, კამარს ავიღებოდა, მე მახაჩევია და რაღაც იმებში წავიდა ფიქრებში და ოცნებებში, მაგრამ აი ხვალ რო იყოს რა ეგ ჩხუბი, აი ხვალ ხო არის ნოჩე და ამ ნოჩეზე ჰედლაინერები რო იყვნენ რუფი და ილია რა. აი დარწმუნებული ვარ, რომ აი ოლივეირამ ხო 2 წუთი გაკაჩა. იმენა გაკაჩა რა. დარწმუნებული ვარ, ეგეც ოლივეირამ იმიტომ გაკაჩა, რომ მიწაზე წავიდნენ. დარწმუნებული ვარ, პირველი 1 წუთი არის ის დრო, რა დროშიც რუფი დაიძინებს აი მართლა. ანუ ეგეც ფაქტია, რომ lightweight ილია სხვა მებრძოლი არის რა. ყველა ვნახეთ რა იყო featherweight ქვემსუბუქში როგორი მაგარი იყო, მაგრამ სუბუქ ზონაში ორჯერ უფრო მაგარი არის ჩემი აზრით. სუბუქში ხო მაგარია და წარმოიდგინე ილიას აქ დაწყებული სუპერ მსუბუქიდან. რა უცნაური არის და რა ძალა აქვს. სოციალურ ილიას ბრძოლა უნდა ქონოდა პიოტრიანთან სუპერ მსუბუქზე. მართლა? გამახსენდა, კი, უბრალოდ არ შედგა ეგ ბრძოლა და ნუ ნელ-ნელა კაია რომ მაინც იპოვა რა თავისი წონა და ჩემს კარგი არის იანს რო არ შეხვდა. მაშინ
არ ვიცი ხა ეგრე ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ეგრევე ხმა მაღალი განცხადებით შემოვარდე. ეგეც შეიძლება. მოდი რადგანაც ილია ვახსენეთ ერთ ნიუს გადავიწიოთ მოდი ცოტა, იმიტომ რომ აქ ყველაფერი გასაგებია რაც ვისაუბრეთ. ერთს გეტყვით კიდევ 12 საათზე იწყება ქარტია, ეს ბოლო 3 ქარტია, ნორმალურად მივიდივართ. არ გვიწევს გადათენება. მოკლედ ილიაზე ვიტყვი ერთს რომ კრივი ზოგადად ეხლა ძალიან აი ამ კვირაში მით უმეტეს ძალიან პოპულარული არის, იმიტომ რომ ალბათ 10 წლეულისას ვერ ვიტყვი, მაგრამ რამოდენიმე წელი, 5 წელი რო იყო ბოლო 5 წელში საუკეთესო. ისევ დინამო თქვა ძალიან მაგარი ბრძოლა. ისევ ფანებს რა. აი ბოლო 5 წელში ალბათ საუკეთესო ბრძოლა არის, რაც შეიძლება ჩატარებულიყო. ეხა უსიკის ბრძოლებიც იყო, მაგრამ უსიკზე გადაწყვეტილი იყო რა ყველაფერი. უსიკზე ვიცოდი რომ ყველა ბრძოლას მოიგებდა რა, ეხა ბოლოს რაც ქონდა ისიც და ტერენს კროუფორდი, კანელო ალვარესი არის ეს ჩხუბი, რაც გვექნება ხვალ არის ბიჭო უკვე. აბა, აზე ხა? კანელო კროუფორდი არის ხვალ და ეს იქნება მართლა გეუბნებით ვინც კრივს არ უყვებთ და უბრალოდ საბრძოლო ხელოვნებებით ხართ დაინტერესებული, ჩაუჯექით, აი ეს იქნება რავი კრივის ზეიმი არის მართლა და რავი თუ ჩვენი აზრი უნდა ვთქვათ, კანელო სასწაული არის, აი ბელალის ხელები რო აქვს, ეგ ბიჭი არის კანელო. და ბიჭო იცი რა არის ეს ბრძოლა ვინც არის მოკლედ იმართება super middleweight-ში ეს არის 76 კილო თუ სწორად მახსოვს და კროუფორდი ადის კანელოს წონაში. ნუ იდეაში light heavy-ში ჩხუბობდა კანელო და super middle-ზე შეთანხმდნენ და კროუფორდი არის მაგ წონაში, იმიტომ რომ welter super welterweight-ი არის 70 კილო არის კროუფორდი და მაგ წონაში ადის და ერთადერთი თემა რატომაც მგონია რომ კროუფორდმა წააგოს არის სიდიდე, იმიტომ რომ დიდი იქნება ძალიან კანელო, მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ წააგებს წონის თემა იქნება, თუ არა და სხვა შემთხვევაში კროუფორდის მოგებას ვფიქრობ და underdog-ი. მან prediction-ზე არ გამოვყვები და ფიქსე მე, მაგრამ იმაზე რაღაც ას გამოვთქვა, მაგრამ ძალიან ჩაიხლართა კროუფორდის და ილიასთან. ძალიან აქედან კროუფორდმა ძალიან უაზრო წაკვინა, იქიდან ილია, მაგრამ ესე ტრიკინებენო ეს ბოქსიორებიო და ბევრი მინახავს MMA-დან ბოქსში გადასული, მაგრამ პირიქით არაო რა. მოკლედ თავიდან დაიწყო იმ თემით, რომ კროუფორდს პრეს კონფერენციაზე კითხეს, ვინ არის საუკეთესო მოკრივეო MMA-შიო და რა თქმა უნდა ეს ხო ილია არის, ხა ლოგიკურად ეგრე არის რა და კროუფორდმა თქვა, რომ ის არისო კოდი გარბრანტიო რა, ანუ ვიღაცა სხვა მაინც თქვი მაგის დედავატირე ყო რა კოდი გარბრანტი. რა გადადეს კოდი გარბრანტი. თან ანუ ვისაც არ ეზარებოდა ბოლოს ყველა მცევა TJ დილაშომ რა ორჯერ მოვუყოთ რაღაცა. ხო და დაუმთავრა კოდი. ხო რა. ლაუ გარბრანტი. რა ბოლოს არ წააგო აგერიმასთან რა ქვია. აუ ბრაზილიელი რო არის. ყველა დროს გონია რა, აი დაბრუნდება და ბარსელოსი. ჰაუნი ბარსელოსმა მოუგო ბოლოს. დაბრუნდება რაღა დროს კოდი გარბრანტი. ხო მე იყო ეგეთი თემა რომ ეს რო გაიგო ილიამ ეხლა როგორი არის ხო ეს super ვარსკვლავი ხარ MMA-ში შენ თვითონ კი არა ყველამ კარგად იცის რომ საუკეთესო კრივი გაქვს და შეიძლება საუკეთესო საერთოდ ხო რა ვოლკანოვსკი და ის ყავს ჰოლოვეი გათიშული და უცბად ვიღაცა კოდი გარბრანტიო გაბრაზდები ხო მე რაღაც ილიამ უპასუხა და მე ამ პასუხზე ანუ ილიამ თქვა რომ ოქტაგონზე არ ვისაუბრებ რას ოქტაგონზე აზრი არ აქვს და რინგზე რო შევეხო დავაძინებო ეგრევე და მერეო მოკლედ კროუფორდს კიდე უთხრეს ილიას ეგ ნათქვამი და კროუფორდმა MMA-ის ბიჭებსო დალევა მაგრად უყართ და ეთყვა მაგარი მთვრალი იყო ეგ რო თქვა იმანს კაი პასუხი გასცა იდეაში რა და ბიჭო ერთს ვთქვი რა ხო რა მწიფებენ რაღაც ეგ არის ძალიან ჭკვიანური უბრალოდ შორეულ პერსპექტივაში ეგ არის ძალიან ჭკვიანური ილიასგანაც ჩვება მე ვიდეოც გავაკეთე მაგაზე რა მართლა ძალიან ჭკვიანი არის ილია აქედანვე რომ სუპერ ბრძოლას ამზადებს კროუფორდთან რა და დაიბევა რა თითქოს რომ კანელო კროუფორდს მოგების შორს შევხვდები სუპერ ბრძოლა გამოდის ყველანაირი შედეგის შემთხვევაში მაგრამ ერთს ვიტყვი რა რომ მე არ მინდა რომ კროუფორდს ეჩხუბოს მართლა იმიტომ რომ კროუფორდი არ ქართველი არის და რაღაც ყველას ზოგადად ქართველი რადგანაც არის დაუმარცხებელი გონია ჩვენი მებრძოლი და ილიაც ვიცით ახლა როგორი მაგარიც არის მაგრამ აი შენ ახლა გონია რომ ილია კროუფორდთან ერთად რინგზე დადგება ისე რომ გააზრებული არ იქნება თავის შანსები ხო და არა მაგას ვიძახი ანუ იქ თუ დგები ეგ ბრძოლა თუ შედგა იმიტომ შედგება რომ უბრალოდ ფული აიყოს ორივე მებრძოლმა სხვა мотиваცია არ ვიცი მაგ სპორტული мотиваცია რამდენად უნდა იყოს იმიტომ რომ კროუფორდს კრივში არ ვიცი რა ვერ მოუგებს ვერავინ ალბათ კანელო
არის ერთადერთი ვინც შეიძლება მოუგოს MMA-დან. ლაშაგურულის პერფორმანსები ნახე? კი, ეხლა ოლიმპიადაზე ხო? ხო. ლაშაგურულის თავი მწვრთნელი ხო იცი ვინც არის? კი. შენი აზრით იგივე მწვრთნელი ილიას რომ მიუდგეს, ილიას შანსი არ ექნება კროუფორდთან? ბიჭო, არა, შანსი როგორ არ ექნება? ბაზარი არ არის, მაგრამ კრივის წესებით მე მართლა არ უნდა გადავეშვათ იმებში რაღაც სასწაულებში რა. ეხლა იგივე არის რომ კროუფორდი მოვიდეს, ჭიდაობა იცის კროუფორდმა რა, მაიგ აქ ნათქვა. ჭიდაობა ვიციო და MMA-ო რატო არა, მაგრამ რომ მოვიდეს ილიას ეჩხუბოს MMA-ის წესებით. ხო გადაულის ილია. ანუ შენ ვერ ხვდები როგორ პერსპექტივაში მელაპარაკები, მოკლევადაში იძახი თუ შორეულში? არა, მე გეუბნები კემპს გეუბნები, სრული კემპი რო ილიამ გაიაროს, მე არ ვიცი, არ მინდა ეხა დამცხონდა რაღაცა, მაგრამ კროუფორდს ვერ მოვიგებს. 2 წელი აიღე მაგ ბრძოლის ჩატარების ვადად რა. ორჯერ იჩხუბა ილია. მოუგო მახაშევს. გადაწყვიტა რომ მოდი რინგზე გავალ. შეხვდა კროუფორდს, რომელიც მაგ დროისთვის იქნება 40 წლის. ხო, რა, მეივეზერიც იყო დიდი ძმა. მაგრამ კონორის კრივი და სად ილიას კრივი. ხო, არა, კონორი და იმის კრივზე არ არის მან საუბარი. კრივი არის საერთოდ სხვა სპორტი რა. ან სად ფლოიდი და სად კროუფორდი. ხო, თუნდაც, მაგრამ ბაზარი არ არის გეთანხმები მაგაში. კროუფორდი არის მთელი ცხოვრება ტიპი დაუმარცხებელი არის. გასაგებია, ბევრი ყოფილა დაუმარცხებელი. არა, აუ, შენ ეხა იქ პროსტა მართლა გეუბნები, კრივს უყურებ კრივს. კი, როგორ არ უყურებ, კროუფორდი კანელოზეც გითხარ იმე ჩემი აზრი. ვერც კანელოს ვერ მოუგებს, კანელოსაც ხო შეიძლება რომ შეხვდეს ილია. ვერც კანელოს ვერ მოუგებს და ვერც კროუფორდს. არ არის ეგ საწყენი, მაგრამ ეგ ბრძოლა ჩაინიშნოს და აქ დავდგებით და სანამ ხუბი ჩაინიშნება ჩვენი წესებით, კრივის წესებით შანსი არის თუ მუაიტაი, აი ის როგორც არის, რა ქვია, DJ-იმ და იმა რო იჩხუბეს რო თენგმა და ერთი რაუნდი კრივი იყო და მეორე რაუნდი ჭიდაობითაც რო იყო MMA რო იყო, ეგრე თუ იჩხუბებენ, კი ბატონო, შეიძლება კი რა ილია მოიგებს, მაგრამ სუფთა კრივის წესებით არ გეწყინოთ არავის, მაგრამ ვერ მოდი ხა ეს ეხლა ვიძახე კონორი ფლოიდი რეალურად ეხ ყველაზე ისეთი ერთადერთი გამოსარჩევი ბრძოლა ალბათ რაც შეიძლება MMA-ის და ბოქსიორის ვთქვათ არის ფლოიდი კონორი ხო? ხო, იყო ყველაზე გაყიდვადი კრივის ის. კონორი ფლოიდს რო შეხებოდა ხო ვერ დააძინებდა. ვერ შეეხო, მაგრამ რო შეხებოდა მაინც ხო ვერ დააძინებდა. რატო ვერ დააძინებდა? ვერ დააძინებდა. რატო კონორს ხო ძალიან დიდი განსხვავება კონორს ქონდა ნოკაუტის ძალა, მაგრამ ამ ხელახელთათმანებში მაგწონაში მაგას ვერ გაიგებ. რატო რა? ეხლა მაგას მიდარებ, ანუ შენი აზრით ილიას ორჯერ მეტი ნოკაუტის ძალა არა აქვს ვიდრე კონორსა? ბიჭო, ნოკაუტის ძალა აქვს, მაგრამ უნდა მოარტყა ეგ მაგას ვიძახი. ვერ მოარტყავს მაგ დარტყმას კროუფორდს დამიჯერე. კარგად იყავით მეგობრებო. მართლა გეუბნები, რა, გავჩვენოთ. არა, ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ დღეს და შემდეგ გადაცემაში თუ დაინტერესებული ხნით ამ მართლა მაინტერესებს, რავი, მე ამოუჭრი კიდევაც. თუ გინდა იმენა მოვემზადოთ რა. აი სპეციალურად ბაზარი არა. მე ამოუჭრი ამ მომენტს სპეციალურად და მართლა ხალხის აზრი მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობ. შენ ვიძახი რომ შანსი არ აქვს. არა, მე ვიძახი იმას, რომ ილიას შანსები არის ალბათ 10% მეტი არა. აი, მე ჩემზე დიდი გულშემატკივარი შეიძლება ილიას არ ყავდეს, მაგრამ კრივის წესში. მაგაზე არ გეუბნები ახლა მე შენ რომ არ მიყვები. მე ვხვდები შენ რა ლოგიკას აწვევი და უბრალოდ კროუფორდთან ჩხუბი არ შეიძლება მაგას ვიძახი. აი, ნუ თუ გაინტერესებთ კონკრეტული თემის განხილვა, ცალკე გადაცემა შეიძლება ჩავწეროთ ან ბაზარია კრივზე ვილაპარაკოთ მთელი გადაცემა. აი იმენა მაგ პოტენციურ ჩხუბზე ვილაპარაკოთ. ხო შეიძლება ორ ჩხუბზე ვილაპარაკოთ. იმასაც იტყვის რომ ამათ შიგა აქვს ვაფშე რაზე ვილაპარაკოთ. ხო, მაგრამ ჩავწერ რავი, იდეის დონეზე. არა, არ მეცა იდეის ორი ჩხუბი არის რა. თეორიულად ავიღოთ რომ კროუფორდი და ილია შორეულ პერსპექტივაში ორ ჩხუბზე ვილაპარაკოთ, მაშინ ერთი მოსაწყენი რო არ იყოს, ერთი იყოს ილია კროუფორდი და მეორე იყოს ილია კანელო. აი, იმიტომ რომ ილია მაგორზე თქვა რა, იდეაში რეალურად. ილია უსიკი არ დამიდა და დანარჩენი ბიჭო, კანელო სხვა შორის ძალიან დიდი. მე მჯერა რომ იცი რა არის, კროუფორდი ბევრად დიდი არის ბიჭო ილიას. ძალიან თან 80 კილოს აფიქსირებს და გამოდის რინგზე 90. როცა ხო ხდები რა. გასაგებია. წონაში ძალიან დიდი სხვაობა. ვერ გათიშავს რა ფიზიკურად რა. გასაგებია.
მაგრამ ილიას ვენაცვალე კაც მე აი ეჭვია რო ჩაინიშნოს ეგ ჭუბი ილიას მხარეს ვიქნები რა თქმა უნდა და ილიაზე დავდეთ ფულსაც დაუწერეთ რომ არაკომპეტენტური არის რა ბაზარი არის როგორც პროსტა აი მართლა მაინტერესებს ხალხს დაწერეთ ხვალ რო ილია კროუფორდი იყოს რას ფიქრობთ მაგბრძოლას და გათიშეთ რა ისევ მიცული თემას შეჩემა ხვალ მეუბნები ანუ მე გეუბნები ხვალ კემპი აი ნახე ხვალ არის ბრძოლა გაიარეს 1 წლიანი კემპი 2 წლიანი ვთქვათ ხო რამდენი ხნიანიც არ უნდა იყოს ვთქვათ ჩათვალე 2 წლის მერე ვართ და ხვალ არის მაგას ვწეხ გათიშეთ ის რო ქართველი არის ჩემი აზრით ყველა სხვა მოკრივეზე მეტი შანსი ექნება კანელოს გარდა ილიას კროუფორდ არა ძმა კარგად იყავით მეგობრებო დაგემშვიდობებით მოკლედ და მომდევნო შაბათს შევხვდებით კარგ ქარts გისურვებთ 12 საათი ოღონ გვიანი 12 საათი დილა არ გეკონოთ 12 საათზე იწყება იმის ქარტი რა ქვია აუდექით ნოჩე UFC ნოჩე